გამო თუ შეიძლება აი ღმერთს ჩვენი პრობლემების მოგვარება რო ვთხოვოთ, აი ხო ისედაც იცის მაგალითად მას ზოგს მატერიალურად თუ ჭირს რაღაცა, აი როგორ უნდა ვთხოვოთ და თუ შეიძლება ეს. როგორ შეიძლება ისე მატერიალში შემწეები არიან წმინდა სპირიდონტონი ბუნდელი, ივანე მოწამე, წმინდა ნიკოლოზი და არის ასეთი წმინდანი ივანე პოჩაეველი, რომელიც ეხმარება ვაჭრობაში. ვაჭრობა ცოდვა არ არის თუ არ ატყუება ადამიანს. ესე იგი მოგებაზე წერია საღარიბაში რომ ნუეთქვიო რომ მოვიგებო, იმიტომ რომ არის ხო იქნები თუ არა, ესე იგი მოგება ცოდვა არ არის. მოგებაზე ფიქრი და ასე მატერიალურ კეთილდღეობაზე რომ იმიტომ რომ თუ ადამიანი მოწონია უნდა რომ სტუმარი დახვდეს თავის შვილს, ესე იგი გასაჭირო იმისთვის, არაფუფუნებისთვის, არაგართობისთვის და თხოვნა მატერიალურისაც ცოდვა არ არის, მაგრამ პირველ რიგში რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს? უნდა ვთხოვოთ საკუთარი ცოდვების ხედვა. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება გაკითხვისაგან. და გაკითხვაში თუ ხარ, როგორც განეკითხავ, ისე განეკითხები და ვერაცხვდები. განეკითხავ, ესე იგი არ ბადიო. არ შენგებადიება და შეადმოყოს მამაჩვენს მაგალითი მაბადია როგორც მაბადიო. ესე იგი მთავარი სულიერებაში არის საკუთარი ცოდვების ხედვა, მაგრამ ახსენებს ვამბობდა, მაინც განკითხვაში უნდა დათოხდება. იმიტომ რომ ჩვენი გონება ამბობს ახსარებას, რომ ეს ცოდვა ვიცი და ვამბობ, მაგრამ გული არ ტირის და აი გული როცა ადედება, იმას ქვია სინანული, ამიტომ თუ განკითხვაში ვართ, ესე იგი გული არ ტირის და გული არ ტირის, მაშინ მტვრები ვართ სულიერად და დავითხოვოთ, რომ ეს სინანული გულით იყოს, გულით. ამიტომ დავითხოვოთ რაც წერია ეფემასოვის თոսვაში, სულის სიმწირდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, სიყვარულისა, როგორც საძირკველი. სულიერების საძირკველია საკუთარი ცოდვების ხედვა გულით. ეს აუცილებელია. მადლობა.